ჯამში 14 კილო დავიკელი და მეგონა რომ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ მივხვდი რომ ეს ციფრები სულ ფეხებზე მოვიდა. უკვე 3 თვე გავიდე ჩემი 6 თვიანი ტრანსფორმაციიდან და პირველად როცა მივედი ვიკოსთან ჩემი ფიზიკური მონაცემების დასატესტად, ისეთი მოუქნელი ვიყავი ამ თოგზე 1 სანტიმეტრითაც ვერ ავწევს. თუმცა თოგზე ასვლა ერთ-ერთი რამ არ იყო რაც არ გამომივიდა. პირველ დღეს ძელზე ოდნავადაც ვერ ავიწიე. აზიდუაც სულ 8 ჯერ შევძელი და დაღრილობისგან სულ თქვა მაგრად მიჭირდა. მაგრამ 3 თვის ფონზე ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და სანამ გაგიზიარებ კონკრეტულ მიღწევებს, გამოწერა არ დაგავიწყდეს რომ არ გამოგჩეს როგორ აორთქლდება დარჩენილი ცხივი ჩემი ლამაზი სხეულიდან. თვეების მანძილზე ივიკოსთან ვარჯიშით გავაანალიზე რომ თუ სწორად ვარჯიშობ შეიძლება პროცესით ბევრად უფრო იკაი. გარდა იმისა რომ ივიკო მაგარი მოტივატორია, ის მასწავლის სხვადასხვა ხერხებს რომ უფრო ეფექტურად შევძლო ვარჯიშის შესრულება. მაგალითად, ვისწავლე რომ ძელზე ასვლისას თუ ინერციით გავქანდები, შევძლებ რომ ჩემი მძიმე წონაც ავიტანო მაღლა და ბევრი მცდელობის შემდეგ 3 თვის თავზე რამდენიმე ზედიზედ ვაკეთე. კიდე გაიქანა. აჰა. ოპა. ძელზე აზიდვის ტექნიკის გარდა თოგზე ასვლის ხრიკების დავამუღამე და 3 თვის შემდეგ პირველად ავედი თოგზე ბოლომდე. ვასო. Noise! აზიდვებსაც უკვე სისტემატიურად 30-ს ვაკეთებ და ნენელა ხელებში მეტ ძალასაც ვგრძნობ. 29 და 30-იც, მიდი 30-იც. ნიშნულოვანად გამიუჯობებს და კარდიოც. აქამდე ვერ წარმოვიდგენდი რომ 20 კმ/სთ სირბილს შევძლებდი და ლოგიკურია რომ ამ მიღწევების მერე ციფრებზე ბევრს აღარ ნერვიულობ. მართალია პროცესში ამ პროგრესის დანახვა რთულია, თუმცა როდესაც 3 თვის თავზე ვადარებ საკუთარ ფიზიკურ მონაცემებს იმ ადამიანს, რომელიც ამაზონში ხიდზე ბალანსს ვერ იჭერდა, ხვდები რომ პატარა გამარჯვებებით დიდი წინსვლა მოქვს. საკუთარი თავის უფრო მჯერა და სხეულსაც უფრო ეფექტურად მართავ. ეს კი თითოეულ დაკლებულ კილოგრამზე მეტია ჩემთვის. თანაც ჯერ დედლაინამდე კიდევ 3 თვია და მჯერა რომ არანაკლებ ეფექტურ შედეგებს მივაღწევ.